თარგმანება იმათეს სახარებისა ითავილდ. სიტყვა ესე, რაჟამს გდევნიდენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიუტოდეთ სხვად კერძო. ამენ გეტყვით თქვენ, ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაელისა, ვიდრემდე ზეკაცისა მოვიდეს 10:23. ზემო წარმოუთხრა საშინელნი იგი სიტყვანი და შემძლებელნი ადამანტისაც აქვისა შემოსრვა და აუწყა განსაცდელთა მათთვის, მოწევნადთა მათზე და შემდგომად აღდგომისა და ამაღლებისა მისისა, ხოლო აც მოიყვანა სიტყვა თვისი უმოლხინესისა მიმართ, რაითა მცირედ განუსვენოს მოუაწეთა მათ. რამე თუ არა უბრძანა აკაშებმა ყოფად მბრძოლთა მიმართ წარმდებებით, არამედ სიუტოლაი, რამე თუ დაწყება იყო და დასაბამი ქადაგებისაი, და ურბილესად იხმარებს სიტყვასათვისა. რამე თუაც თქმულნი ესე სიტყვანი არა შემდგომად ამაღლებისა მისისა ყოფადთა დევნულებათათვის არს, არამედ პირველ ჯვარცუმისათა. და ესე საცნაურ არს სიტყვისა მისგან რომელსა იტყვის ვითარმეთ, არა დაასრულოთ ქალაქები ისრაელისა, ვიდრემდე ზეკაცისა მოვიდეს. ესე იგი არს ვითარმეთ, ვერ ეციფნეთ მიმოსვლად პალესტინესა და გეციოთ თქვენ და ნუგეშინის ქცე, სადაც აიყვნეთ. და იხილე აქაცა ვითარ არა დახსნის ჭირთა მათ, არამედ წარმოუდგების ხოლო განსაცდელთა შინა, რამე თუ არა თქვა, თუ დავხსნე დევნულებანი იგი არამედ, ვერ დაასრულოთო ქალაქები ისრაელისა, ვიდრემდე ზეკაცისა მოვიდეს. რამე თუ კმა იყო მათ და ნუგეშინისაცემლად ხილვაი ხოლო მისი და რამე თუ აწარა შორთა ქვეყანათა უბრძანა მათ წარსვლაი პირველ ამაღლებისათვის ისა, არამედ ქალაქთა მათ ჰურიასტანისათა. ხოლო აც კვალად სხვად სახედ მოთმინებისა აღიყვანებს. პირველ სამას სიტყვასა შინა საზრდელისა ზრუნვაი განაშორა მათ, რაჟამს რქვა. ღირს არს მუშაკი სასკედლისათვის ისა, მათი 10 და აუწყა, ვითარმედ მრავალნი იპოვნენ შემწყნარებელ და გამომზრდელ მათ და მერმე ზრუნვა იგი და შიში სიტყვის გებისაი და განსაცდელთაი განუქარვა, რაჟამს რქვა. ნუ ხსრუნავთ, ვითარანუ რასა იტყოდით, რამე თუ მოგეცეს თქვენ მას შამსა შინა სიტყვაი, რასა იგი იტყოდით, მათი 10:19 და მერმე თქვა. რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. მათი 10:22, ხოლო ვინაითგან მრავალთა ეგულებოდა მათთვის ბოროტის მეტყველებაი, რომელესეცა სამძიმარარს და შემაწუხებელ იხილე, ვითარ ამის ჯერისათვისცა ნუგეშინის სცემს თავისათვის ისაგან და მისთვის თქმულთა მათგან, რომლისა სწორ არა იყო ნუგეშინის საცემელად. რამე თუ ვითარცა ზემო თქვა ვითარმეთ, იყვნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, მათი 10:22, ეგრეთვე სახეთ აქაცა იქმს და უმეტესად ყოფს ამის პირისათვის სიტყვასა ნუგეშინისაცემელად მათ და წახარებაი, არ არს მოწაფე უფრო ის მოძღვრისათვის ისა, არცა მონაი უფრო ის უფლისათვის ისა. კმა არს მოწაფისა მის უკვე თუ იყოს ვითარცა მოძღვარითვისი და მონაი იგი ვითარცა უფალითვისი. უკვე თუ სახლისა უფალსა ბერძებული თხადოდეს, რავდენ უფრო ის სახლეულთა მისთა? ნუ უკვე გეშინინ მათგან 10:24-26. თარგმანი იხილე ვითარაც გამოუცხადა თავითვისი, ვითარმედ იგი არს ყოველთა მეუფე და ღმერთი და დამბადებელი. ხოლო რაი არს სიტყვაი ესე? არა იქნებისა მოწაფე უფრო ის მოძღვრისა, არცა მონაი უფრო ის უფლისათვის ისა? ვიდრემდის მოწაფე იყოს და მონაი, არა არს უპატიოსნეს მოძღვრისა და უფლისა. რამე თუ რად მას ხედავ, უკვე თუ სადმე წარემატა მოწაფე უმეტეს მოძღვრისა. არამედ განწესებული ყოველთაზე და საქმე გულისხმა ყავ, ვითარმედ მარადის მოძღვარი უზეშთა ეს არს მოწფისა და უფალი, მონისა.
ხოლო 10 მეტყველი იგი უფალი იყო და მეუფე და ღმერთი და დამბადებელი და არა თქვა მათთვის მონობაი, არამედ სახლეულად თვისად უწოდა, ვითარცა სხვა საადგილსა ეტყოდა, თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყვი თქვენ მონად, შეადარე იოანე 15 ეგრეთვე აქა სახლეულად სახელს თქვა, რაითა აჩვენოს მრავალი იგი საკუთრობაი მათი. და არა თქვა, უკვე თუ სახლისა უფალსა ძვირსა ეტყოდეს და შეურაცხყოფდეს, არამედ სიტყვაი მებრიგი ძვირის მეტყველებისა აუწყა, ვითარმედ, ბერძებულით ხადოდეს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ, უკვე თუ გაგინებდნენ თქვენ და ბოროტსა იტყოდნენ თქვენთვის. ნუ მწუხარე ხართ, ნუცა უცხო გიჩნს, მოიხსენეთ თუ ჩემთვის რასა იტყოდეს, რომელი ესე მოძღვარი ვარ და უფალი თქვენი. რაი უკვე საკვირველ არს, უკვე თუ თქვენთვისცა ეგრეთვე თქვან. რამე თუ დიდ არს თქვენ და მსგავსებაი ჩემი. ამისა შემდგომად კვალად სხვა იცა ნუგეშინის ცემისა სიტყვაი წინა უყო და ხრქვა მათ. წახ არებაი, რამე თუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოი, რომელი არა განცხადნეს, 10-26. თარგმანი, ხოლო სიტყვაი ესე ესრეთ არს ვითარმეთ, კმა იყო თქვენ და ნუგეშინისა ცემელად, რომელესე ზიარჩემდა იქმნენით უფლისა და მეუფისა თქვენისა, თავსდებითა გინებათა და ძვირის მეტყველებათაითა, ხოლო უკვე თუ ჯერეთსა მწუხარე ხართ. ამასცა გითხრობ. ვითარმედ მოკლედ განქარდენ ძვირის მეტყველებანიცა იგი. რამე თუ რაისათვის მწუხარე ხართ. რომელი გიგრძნებისა მოქმედად და მაცთურად გიწოდენა. მცირედ დაითმინეთ და ყოველმან სოფელმან ქველის მოქმედად და ცხოვრებისა მომატყუებელად გიწოდონ. რამე თუ ყოველივე დაფარული გამოაჩინოს შამან, ქადაგებისა მის და სათნოებისა თქვენისაი და ცილის წამებასა მათსა ემხილოს და ჭეშმარიტებაი თქვენისაც ნაურიქმნას. რაჟამს იგი საქმით იპოვნეთ განმანათლებელნი და კეთილის მყოფელნი სოფლისანი, არა სიტყვას ამას ძვირის მეტყველთასა მიხედნენ კაცთა, არამედ თქვენსა მას ჭეშმარიტებასა, მაშინ იპოვნენ იგინი მტყუარ და ბოროტის მეტყველ და ცილის მწამებელ. ხოლო თქვენ გამოსჩნდეთ უბრწყინვალეს მზისა, რამე თუ სიგრძემან ჟამისამან ყოველივე ჭეშმარიტებაი გამოაცხადოს და ვითარცა საყვირმან ხმა მაღალმან, ქადაგოს სათნოებაი თქვენი. ამისთვის უკვე ნუ აწინდელთა ამათ ძვირის მეტყველებათათვის მწუხარე ხართ, არამედ სასოებითა მომავალთა კეთილთაითა განძლიერდებოდეთ, რამე თუ არა დაიფაროს საქმე ღმრთის მოყვარებისა თქვენისაი. ვინაითგან უკვე უზეშთა ესყუნა იგინი ყოვლისავე შეურვებისა და შიშისა და სრულმისა და შეურაცხებაი ასწავა ღვედრებათა და ძვირის მეტყველებათა იკეთილად, რაც და ჯეროანსა ჟამსა ამცნებს კადნიერებით ქადაგებასა და ეტყვის. წახ არებაი, რომელი გარქუ თქვენ ბნელსა შინა, თქვენ თქვით ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთაზე და 10-27. თარგმანი, არა თუ ბნელსა შინა ეტყოდა სიტყვათა სწავლისათვის ისათა ანუ ყურსა ხრჩურჩნიდა, არამედ ვინაითგან მათ ხოლო ეტყოდა და ადგილსა შინა ერთსა პალესტინისასა ასწავლიდა მათ, ამისთვის ესრეთ სახელს თქვა საქმესა ამას. ბნელსა შინა სიტყვა და ყურსა თხრობილად, ყოფადსა მას თანახმა მოღლობასა კადნიერებისა მათისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმეთ, დაღაცა თუ მე თქვენ და მომართ ვყოფ სიტყვასა ერთსა შინა ადგილსა, გარნა თქვენ არა ერთსა, ანუ ორსა, ანუ სამსა ქალაქსა უქადაგოთ, არამედ ყოველსავე სოფელსა და ყოველსავე. ბუნებასა კაცთასა, ზღვათა შინა და ხმელთა, შენთა შინა და უდაბნოთა, მეფეთა წინაშე და მძლავრთა, ერთა მიმართ და ერისმთავართა, სპათა მიმართ და სპაიპედთა, ფილაფოსთა და უსწავლელთა, ხმითა მაღლითა და კადნიერებითა უშიშითა ქადაგებდეთ. ამისთვისცა თქვა, ნათელსა შინა და ერდოთაზე და, ესე იგი არს განცხადებულად თვინიერ მოწიწებისა და რიდობისა. და რად არა ხრქვა ესრეთ, ხოლო ვითარმეთ, ქადაგებდით ერდოთაზე და იტყოდეთ ნათელსა შინა,
არამედ ესეცა შესწინა, რომელი გარქუ თქვენ ბნელსა შინა და რომელი ყურთა გესმა. ესე ამისთვის, რაითა მხიარულყვნეს გონებანი მათნი, ვითარცა სხვასა ჟამსა ეტყოდა მათ, რომელსა ჰრწმენეს ჩემი საქმესა რომელსა მე ვიქმ მან საქმეს და უფრო ისიღა ამის საქმეს იოანე 14:12 ეგრეთვე აქა ამისთვის ესრეთ თქვა სიტყვა ესე, რაითა გამოუცხადოს ვითარმედ უმეტესისა საქმისა მათ მიერ ეგულების ქმნად ვიდრეღა თავისათვის ისა მიერ. ვითარმცა ეტყოდა ვითარმედ, მე აწვყავ დასაბამი და დაწყება ამის დიდებულისა საქმისაი, ხოლო სრულებასა მისსა და მოქცევასა ყოვლისა სოფლისასა და ხსნასა კაცთასა კერპმსახურებისაგან და სწავლად მათ და საღმრთოისა მოქალაქობისაი თქვენ მიერ მეგულების აღსრულებად, გულისხმა ყავთ უკვე, რამე თუ ვითარცა ქადაგება მან ამან ყოველივე მოვლოს სოფელი. ეგრეთვე ბოროტნი იგი ჰურიათა ძვირისმეტყველებანი ადრე წარწყმდნენ და უჩინო იქმნენ. ვინაითგან უკვე ესრეთ განამტკიცნა და აღამაღლნა გონებანი მათნი მის მიერითა მით ნუგეშინის ცემითა, კვალა და უწყებს განსაცდელთა, რაითა უმეტესად ბრთოვანყვნეს სულნი მათნი. და ისმინეთ ვითარ შვენიერად და სიბრძნით ეტყვისთ. წახ არეებაი. ნუ გეშინინ მათგან რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკლად. არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელიც შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა, 10:28. თარგმანი, ხედავა ვითარ ყოვლისავე უმაღლეს ყნა იგინი. არა ხოლო სრულმათა და ძვირისმეტყველებათა და განსაცდელთა და სატანჯველთასა, არამედ სიკვდილისაცა შეურაცხება იუბრძანა, რომელი იგი ყოველთა მიერ საშინელად შერაცხილიყო. და არა ხრქვა ესრეთ ლიტონად, მოგწყვიდნენ თქვენ, არამედ მის და შემსგავსებულითა დიდად შვენიერებით აუწყა საქმე იგი და ხრქვა მათ. ნუ გეშინინ მათგან რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკლად. არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელიც შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. ვითარმცა ეტყოდა ვითარმედ, ნუ რაი საქმე დაგაყენემ ქადაგებად, ხოლო გეშინის თუ სიკვდილისაგან და ამისთვის უდებ იქმნებით ქადაგებად, უფრო ისღა ამის ჯერისათვის კეთილად ქადაგებდით, ვინაითგან გეშინის. რამე თუ ამან საქმე მან გიხსნეს თქვენ ჭეშმარიტისა მის სიკვდილისაგან. რამე თუ სოფელსა ამას შინა დაღაცა თუ ეგულების მოწყვედაი თქვენი კაცთა, არამედ უაღრესსა მას კერძსა ვერ შეეხებიან, რაოდენცა ისწრაფონ, რამე თუ ვერ ხელეწიფების მოკლად სულისა, არამედ იგი არს ძნელ. უკვე თუ საუკუნო ისა მის სატანჯველისა თანამდე იქმნათ და წარწყმდეთ სულით და ხორცით გეჰენიასა შინა. ხედავა ვითარ არა აღუთქვა მათ ხსნაი სიკვდილისა ამისგან ხორციელისა, არამედ მიუშვა სიკვდილად, რამე თუ უაღრესი საქმე ენება მინიჭებად მათ და ვიდრე თუმცა არა მიეშვა სიკვდილად. ხოლო რაი არს უაღრესი იგი? შეურაცხებაი სიკვდილისაი, რამე თუ ჭეშმარიტად ფრიად უზეშთა ეს არს ესე ვითარსა საზომსა აყვანებაი მათი, რომელ სიკვდილი შეურაცხიყო წინაშე მათსა და დაწუნებულ, ვიდრეღა თუმცა ეხსნეს სიკვდილისაგან. ამათ უკვე სიტყვათა მიერ არა თუ განსაცდელთა შთააგდებს მათ, არამედ განსაცდელთა უმაღლეს ყოფს. რამე თუ აჰა ესე რა მოკლითა სიტყვითა უკვდავება იგი სულისაი ასწავა და გულისხმის ყოფაი ესე მაღალი გულისხმა ბოყო. და აწკვალად კეთილსავე და ფრიადისა გულისხმის ყოფისა სიტყვასა მიუთხრობს, რაითა ყოვლითა სიბრძნითა შეამკვნეს, რაითა მოსწყდებოდინ რაი და მოიკლოდინ უშჩულოთაგან, არა ჰგონებდნენ, თუ დატევებულ არიან და დავიწყებულ უფლისა მიერ. ამისთვის სიტყვასა მას განგებულებისა მისისასა გულისხმა ვოყოფს და იტყვის. წახ არეებაი, ანუ არა ორი სირიას არის განისყიდებისა. და ერთიცა მათგანი არა შთავარდების მახესა თვინიერ მამისა თქვენისა ზეცათა ისა.
ხოლო თქვენი თავისად მანიცა განრაცხილარიან. ნუ გეშინინ რამე თუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქვენ 10, 29, 31. თარგმანი რაიმცა იყო უდარესი მცირეთა მათ დაუნდოთა სირთასა რომელთაგანი ორი ერთად ცულილად განისყიდების რომელ არს ასარი გარნა ერთიცა მათგანი არცა შთავარდების მახესა თვინიერ მეცნიერებისა ღმრთისა. რამე თუ არა თუ ეგრეთ იტყვის თუ ღმერთი იქ შთავრდომასა მათსა მახეთ ესე არა ღირს არს ღმრთისათვის თქუმად არამედ ეგრეთ იტყვის ვითარმედ არ არა იქ მილთაგანი დაეფარვის მას არამედ ყოველსავე მეცნიერ არს და ყოველივე ცხად არს წინაშე მისსა. ხოლო ვინაიდან არ არა იქმნების რომელიმცა დაეფარვოდა მას უნდოთაცა და მცირეთაგანი, ხოლო თქვენ უფრო ის მამისა სახიერისა უყვართ, ვიდრეღათ მანიცა თავისა თქვენისანი განრაცხილარიან, ხოლო თავეწოდების ხილულსაცა ამას და ხორციელსა. და კვალად უხილავთა მათსა საცნობელთა და ასოთა შორის სულისათა თავეწოდების გონებასა. იტყვის უკვე ვითარმედ ხილულისაცა თავისად მათა რიცხვი ცხად არს წინაშე ღმრთისა და გონებისაცა წვლილნი და მცირენი ზრახვანი და მოგონებანი და უფარველ და საცნაურ არიან. რამე თუ გული სიტყვათა მათ წვლილთა ეწოდების თმად უხილავისა მის თავისა. ვინაიდან უკვე ესე ესრეთ არს არა გიხმს ყოვლადვე შიში რამე თუ ყოველსავე ღმერთი მეცნიერ არს და არა დავიწყებულ ხართ წინაშე მისსა, ხოლო არა თუ ხილულთა ამათ თმათა თვალავს ღმერთი. არამედ სიტყვისა ამის მიერ დაურჩომელი იგი და უშრომელი და ყოვლისაივე ხილულისა და უხილავისა. მეცნიერება იმისი გამოაცხადა და ეტყვის ვითარმედ, მან იცის ყოველი რაიცა იქმნების და ძალუცხსნაი თქვენი და ჰნებავს. ვინაიდან უკვე ესე ყოველი ესრეთ არს, ნუ გონებთ, იტანჯებოდით რა იუშტრულოთაგან, თუ დავიწყებულ და დატევებულ ხართ, არამედ იცოდეთ, ვითარმედ არა გამოხსნაი თქვენი ჰნებავს ჭირთაგან და განსაცდელთა. არამედ განძლიერებაი თქვენი შეურაცხყოფათ ყოვლისავე ხორციელისა ჭირისა, რომელესი არს ჭეშმარიტი გამოხსნაი. ხოლო რა იგი სხვასა ადგილსა თავისათვისისათვის თქვა, რაც მამისათვის იტყვის. არცა მონ მამასაგან ყოფდა თავისათვისისაგან, არცაც თავსათვისსა კიდე დაუტეობს საქმეთა ამათგან, არამედ მარადის და ყოველსავე შინა რასა იგი იქმს მამაი, მასვე იქმს ძეცა და სული წმიდაი. ესრეთ გურწამს და აღუიარებთ. ხოლო პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. ნუ გეშინინო რამე თუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქვენ. იცოდა მან ყოველნივე უხილავნი გონებისანი, რომელთაცა თმა თავისა ეწოდების, ამისთვისცა ხედვი და ვითარმედ შევიდა შიში გულად მათ და რომლისათვისცა ხრქვა, ნუ გეშინინ დაღაცა თუ შთასცვივეთ ხელთა მტერთასა. უდარესსა მას კერძსა ხოლო შემძლებელ არიან შეხებათ, ხორცთა ვიტყვი, რომელი გი დაღაცა თუ მათ არა მოაკუდინონ, ბუნებითი სიკვდილი მიიღებს. საცნაურ არს უკვე, ვითარმედ ხორცთაცა მოკუდინებასა არა იგინი უფალი ქმნეს, არამედ ბუნებითი საქმე პოეს. რაც უკვე ნუ ბუნებითისა ამის საქმისაგან გეშინინ, არამედ მისგან გეშინოდე, ნუ უკვე ბუნებისა გარეგანი იგი შეგემთხვიოს, რომელ არ სულით და ხორცით გეჰენიასა შინა წარწყმედაი. მისგან გეშინოდენო, რომელსა ძალუც ამის იქმნაი. და არა თქვა თუ მე ვარ რომელსა სულთა და ხორცთა მაქვს ხელმწიფებაი, რამე თუ ზემოთქმულთა მათ სიტყვათა მიერ გულისხმა ეყო მათ და ვითარმედ იგი არს მსაჯული ცხოველთა და მკვდართაი და მეუფე ყოველთა დაბადებულთაი. კეთილად უკვე და შვენიერად განაწესა, ვითარმედ არავისგან ჯერ არს შიში, გარნა მის მხოლო ისაგან. გარნააც ჩვენ უბადრუგთა ამათ გარემო გვიქცევი ეს წესი ესე და წინააღმდგომსა ვიქმთ, მისგან არა გვეშინის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა მიცემად გეჰენიასა ცეცხლისასა, არამედ ყოველნივე მცნებანი მისნი შეურაცხ გვიყოფიან.
ვითარმცა არა მისთა ხელთა მიმავალ ვიყვენით და უფრო ისხავართ და ესრეთ ვიქცევით, ვითარმცა საქმეთა ჩვენთა არახედვი და იგი რომლისა წინაშე იოტოდენ იცა გულის სიტყვანი ჩვენი, ვითარცა თმანი თავისანი, ცხადარიან და განრაცხილ. ხოლო ხორციელთა და სოფლიოთა მეფეთა და მთავართაგან რომელთა ხორცთა ხოლო ძალუც ანუ ტანჯვაი, ანუ მოწყვედაი, მათგან ძრცით და გუეშინის, ჰოი უბადრუკებაი ესე. ჰოი უგუნურებაი ესე ჩვენი. ვითარ არა გულისხმავ ყოფთ, ვითარ მედეგი თუ განვარისხოთ, სულისა თანა ხორცთაცა მისცემს სატანჯველად. ხოლო ესენი არა თუ სულისაოდენ, არამედ არცა თუ ხორცთა შემძლებელ არიან ნებად, არამედ ტანჯნენ თუ სულსა უბრწყინვალე ყოფენ, უკვე თუ მოსწყვიდნენ, აღასრულა საქმე ბუნებითი, რომელი თვინიერ მათსაცა ყოფად იყო უეჩველად. იხილეა, ვითარ ყოვლით კერძო უჩვენა მათ, ვითარმედ ადვილ არს მოუაწება იგი. რამე თუ დაუტევ ჩვენისა ამის ვერაგობისა სიტყვაი და პირველსავე სიტყვასა მოვიდე სახარებისასა, იხილნა ვითარმედ უწყება მან სიკვდილისა მან შეაშინა გონებანი მათნი, რამე თუ ჯერეთ საშინელად მძლავრობდა სიკვდილი, ჯერეთ არღა ადვილად საძლეвэл ქმნილიყო. და რომელთა იგი ეგულებოდა შეურაცხ ყოფა იმისი, ჯერეთ არღა მოეღო მადლი იგი სულისა წმიდისაი, ამისთვის ეშინოდა. ხოლო ქრისტე განაქარებს შიშსა მას და შეურებასა მათსა და შიშითა შიში განიოტა, მერმისა მის წარწმედისა შიში წინაუყო და გეჰენისა მის საუკუნოისაი, რაითაც უთერთისა მის სიკვდილისა შიში განუქარვოს. და კვალად შემდგომიცა ესე სიტყვაი მითვე სახითა შეჰმზადა, შიშიცა დიდი წინაუყო და სასვეებაიცა სასყიდლისა დიდისაი უჩვენა, რაითა ორ კერძოვე ასწაოს მათ და მათ მიერ ყოველთა კაცთა ჭეშმარიტებისათვის კადნიერებაი. ამისთვის იტყვის წახარებაი, ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღუიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათა ისა. და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარყო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათა ისა 10, 32, 33. თარგმანი გულისხმა ყავ გამოცულილვაი სიტყვისა ამის, არა თქვა, რომელმან აღმიაროს მე არამედ, რომელმან აღიაროს ჩემდამო, რაითა გამოაჩინოს ვითარმედ აღმსარებელი იგი არათვისითა ძალითა, არამედ მის მიერისა მადლისა ზეგარდამო შეწევნითა აღიარებს კეთილსა მას აღსაარებასა, რამე თუ იგი მოულენ შეწევნასათვისა, რომელთა თანაპოლს გონებაი კეთილი და გულს მოდგინებაი ფრიადი და სარწმუნოებაი შეურგულებელი მისა მიმართ. ხოლო უარის მყოფელისათვის არა თქვა, რომელმან უარყოს ჩემდამო, არამედ, რომელმან უარმყოს მე რამე თუ თვისისა მის უკეთურებისათვის ცარიელ არს ნიჭისა მისგან და ესრეთ თავით თვისით უარყობს იგი, რამე თუ დატევებული იქნა მადლისა მისგან კეთილისა. თქვა სადმე ვინ ვითარმედ, რაისათვისღა საბრალობელ არს უკვე თუ დატევებული იქნა მადლისა მისგან და ამისთვის უარყო? ესე ამისთვის რამე თუ მიზეზი დატევებისა იმისგან იქნა, განდრეკილებისათვის და უკეთურებისა გონებისა მისისა. არა თუ ღმერთი არა მზა იყო შეწევნად მისა, არამედ მან გონებისათვის ისა ბილწები და გარე მიაქცია შეწევნა იმისი და მისცა თავითვისი ეშმაკსა. რაისათვის უკვე არა კმა იყოფს გონებით სასარწმუნოებასაზე და არამედ აღსაარებასაცა პირისასა ეძიებს. რაითა კადნიერებით იყოს და სრულებით აღსაარება იგი და არა მოწიწებით და მალვით და ერთითა ხოლო კერძითა გონებისაითა. რამე თუ უჯერო არს ესე, თუ გონებას აჰრწმენეს და პირი უარყოფდეს. ამისთვის ეძიებს აღსაარებასა ხმამაღალსა, რაითა გამოჩნდნენ რომელთა უყვარს იგი ყოვლითა გულითა და აღამაღლნეს იგინი სიმაღლითა მით ჭეშმარიტითა, რაითა განირჩიოს იფქლი ბზისაგან და შევიდეს საუნჯეთა მათ ზეცისათა. ამისთვისცა ყოველთა მიმართ მორწმუნეთა ყოფს სიტყვასა ამას,
არა ხოლო თუ მოციქულთა, რაითა ყოველნივე ახვან ვიყვნეთ და კადნიერ აღსაარებასა შინა მისსა და განმზადებულ ყოვლისავე ჭირისა მოთმინებად და ყოვლისა სატანჯველისა, რაითა მოვიგოთ უფალი ჩვენი და მეუფე თანამდებად აღსაარებისა ჩვენისა წინაშე მამისა მისისა და ყოველთა ანგელოსთა. და ამათ სიტყვათა სარწმუნოებამან მრავალნი მოიყვანა მორჩილებად მოციქულთა და მიცემათ თავნითვისნი სიკვდილთ სახელისათვის უფლისა. ამისთვისცა უმეტესი შრომისა მის განმზადებულ არს მისაგებელი კეთილისაი და უმეტეს წუთერთისა მის განსვენებისა ცოდვილთაისა დამარხულ არს სატანჯველი. ვინაიდან მოღვაწე იგი ღმრთის მსახურებისაი ჟამთა უსწრობს და მიიხვეჭს კეთილის ყოფასა მას მეუფისასა და კვალად ცოდვილი დროებისა მისთვის სატანჯველისა ჰგონებს, თუ შეიძენს რასმე, ამისთვის ფრიად უმეტესობა იმისაგებელთა იმათ განაწესა უფალმან, რაითა ხრქვას მოყვარეთა სახელისა მისისათა, მიიხვეჭეთ თქვენ ჟამისა წუთროისაი და პირველად თქვენ აღმიარეთ და ჰგონებთ, თუ მძლე მექმნენით გარნა მერმისა მის საუკუნისა ჟამი მე მივიხვეჭო და ესოდენ გძლო თქვენ ნაცვლისა მიგებითა, რაოდენ ვერცა თუ შემძლებელ ხართ მოგონებად. რამე თუ ოდეს იგი აღგიარნე წინაშე მამისა ჩემისა და ყოველთა ანგელოსთა, ნიჭთა მათ თქვენ და მოცემათთეი შეუძლებელ არს გონებითა კაცობრივითა მოგონებაი, ანუ ენითა ხორციელითა მითხრობაი. ხედავა, კაცო, რამე თუ მუნდამარხულ არიან კეთილნიცა და სატანჯველნიცა? რაისათვის უკვე ისწრაფი და აქა ეძიებ მოსაგებელსა, რომელი ეგესასოებით სცხონდები. აც უკვე ოდეს ჰქმნე კეთილი და არა მოიღო აქავე მოსაგებელი, ნუ სულ მოკლე ხარ, რამე თუ მომავალსა მას საუკუნესა მრავალწილად მიიღო სასყიდელი შენი. და კვალად უკვე თუ ჰქმნე ბოროტი და არა დაისაჯო აქავე, ამისთვის ნუ გიხარიან, რამე თუ უკვე თუ არა მოიქცე და შეინანო, მუნ პო სატანჯველი. პირი უფლისა იტყო და ამას, ვინი კადროს ურწმუნოებაი ანუ ორგულებაი. რამე თუ საქმენიცა მებრხილულნი წამებენ უხილავს ამას. იხილენ ვითარ საკვირველ არიან აქავე ყოველთა მიერ მოწამენი და აღმსარებელნი ქრისტესნი, ვითარ უკვე შეუძლოს ვინ ურწმუნოებად მერმისა მისთვის განმზადებულისა მათთვის დიდებისა. ჭეშმარიტად და უტყუველად მუნდამარხულ არიან ნიჭნი იგი მართალთანი და სატანჯველნი ცოდვილთანი. აც უკვე უარის მყოფელთა უფლისათა აქაცა ევნების და მონცა, აქა დასჭილნი შინაგანისა გონებისაგან და მონ მიცემადნი საუკუნეთა მათ სატანჯველთა. ხოლო კეთილისა მის აღსაარებისა აღმსარებელნი აქაცა შეიძენენ და მონცა, აქა ბუნებით სამას და თანაწარვალსა სიკვდილსა სასუფეველისა ცათაისა მოსაგებელად იხმარებენ და ყოველთა მიერ სანატრელი ქმნებიან. და მონ მიუთხრობელთა მათ კეთილთა დაიმკვიდრებენ და ქრისტესა აღმსარებელ და ქადაგთვისისა ახოვნებისა ჰყოფენ, ვითარცა ესერა გვაუწყა უტყუელითა მითპირითა და ყოვლით კერძო მორწმუნენი თვისნი ფრთუანყუნა აღსაარებისა მიმართ. რამე თუ ცანი განუხუნა და საბჭო იგი საშინელი უჩვენა და განწყობილნი ანგელოსთანი წარმოუდგინა. და მათ ყოველთა წინაშე აღსაარებაი აღმსარებელთა თვისთაი აღუთქვა და გვირგვინოსნობაი მათი გულისხმავოყო, რაითა ყოვლით კერძო შეიჭურნენ და აქ უნდეს სიკვდილი ესე ხორციელი სრულიად შეურაცხად. სწავლაი ვითარმე ჯეროვნად განგებულ არს ხრწნილებაი ესე გვამთა ჩვენთაი, რამე თუ უკვე თუმცა ესე არა ეგრეთ იყო, მრავალი მცა უჯეროებაი იქნა სოფელსა შინა. აც უკვე სარწმუნოების მოყვარენო, ერნო ქრისტესნო, გულისხმა ყავთ გონებათა თქვენთა ყოველნი ესე სიტყვანი და ბრძანებანი ქრისტესნი და კაცად მან შეურაცხოთ სიკვდილი ჭეშმარიტებისათვის და შევრაცხოთ იგი უადვილეს წილისა. უკვე თუ მოგვეცეს ჟამი აღსაარებისაი, ნუ ხრიდებთ ხორცს და ჩვენთა, არამედ ურიდად მოვაკუდინეთ იგინი, რაითა მოვიყიდოთ სასუფეველი.
ხოლო რაღაცა თუ არა იპოვებოდის შემიწამებისაი წინაშე მეფეთა და მთავართა, არამედ ვითარცა მრავალგზის მithქვამს არსვე მარადის ჩვენთვის შემიწამებისაი, უკვე თუ არა უდებ ვიყვნეთ და ხორცთა მოყვარე. რამე თუ წინამდებარე არს ჩვენ და ბრძოლა ივნებათაი, მოღვაწებაი საღმრთოისა მოქალაქობისაი, ესე შევიკრძალოთ, მძლევ ექმნათ ეშმაკთა, მოვაკუდინეთ ხორცნი ჩვენ ივნებათაგან, დავიმორჩილნეთ იგინი და დავიმონეთ მოღვაწებითა. ესრეთ თუ ცხონდებოდით და სიყვარული ქრისტესი აღვატყინოთ გონებათა შინა ჩვენთა, ვიქნეთ მოწამე თვინიერ სისხლთა დათხევისა. მოვიძულოთ ძმანო ცხოვრებაი ესე საწუთროი და წარმავალი, რამე თუ ფრიად უაღრესისა ცხოვრებისა კარი განღებულ არს ჩვენ და შემდგომად ამიერ წარსვლისა, უკვე თუ გვენებოს შესძლოთ. რაისათვის უკვე გვეშინი სიკვდილისაგან, უკვე თუ მონებასა შინა ქრისტეს აღვოსრულებით, იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმეთ, ხრწნილებაი გვამთა იმებრ სამძიმარარს. ამისთვის მცირედი ვთქვა მათ და მიმართ, ჯერ არს მორწმუნეო, ამის პირისათვის უმეტესადღა სიხარული, რამე თუ სიკვდილი განიხრწნების და მოკვდავებაი განქარდების. არა თუ არსება იგი და ბუნებაი ხორცთა იწარწყდების, არამედ უფრო ისად განახლდების. ვითარცა რაი დაძველებული ვინ ჭურჭელი რვალისაი შთადვის ბრძმეთსა, რაითა დაადნოს და რვალისაცი ლოქროისაი შექმნას, მწუხარემცა იყავა მასზე და ეგრეთვე გულისხმად ყავ გვამთა ჩვენთა საქმე და ნუ მწუხარე ხარ, რამე თუ განახლებაი არს და არა წარწყმედაი. არამედ იტყვიან მეტყუელნი იგი, ესრეთ გვენებაო, რაითა თვინიერ ხრწნილებისა მის იქნებოდა მცა განახლებაი იგი, და ესრეთ განუხრწნელად მცა ეგნეს ვიდრე დღედმდე განახლებისა მის. და რაიმცა იყო სარგებელი ამის საქმისაგან ანუ ცოცხალთათვის, ანუ მიცვალებულთათვის. ვიდრე მდის იყოს ჩვენ შორის ხორცმოყვარებაი ესე. ვიდრე მდის აჩრდილთა მიმართ განცვიბრებულ ვართ. რაიმცა იყო ამის საქმისაგან სარგებელი. და უფრო ისხავ თქვა თუ რომელიმცა სავნებელი არა იშვა ამისგან. რამე თუ უკვე თუმცა გვამნი არა განიხრწნებოდეს, პირველად თავი იგი ყოველთა ბოროტთაი, რომელ არს ანპარტავნებაი, მრავალთამცა თანა აღორძნდებოდა. რამე თუ უკვე თუ განწესებულსა ამას ზედა ხრწნილებასა და ჭამასა ზედა მატლთა სამრავალთა ისწრაფეს ღმრთად საგონებელ ყოფაი, უკვე თუმცა უხრწნელებაი ცამცა გვამთაი თანაშემწედ აქუნდა, რაიმცა ურჩულოებაი არა მოიგონეს. მეორედ უკვე თუმცა უხრწნელებაი გვამთა იყო, არამცა სარწმუნო იქნა, თუ ხორცნი ესე მიცისაგან არიან. რამე თუ უკვე თუაც საქმე წამებს და ჯერეთ იჭვეულღა ვიეთნიმე არიან, უკვე თუმცა ამას არა ხედვიდეს, არამცა უძვირესი მოიგონესა. მესამედ დიდადმცა შეიყვარნეს კაცთა ხორცნი და ფრიად უმეტეს აწინდელისა ამის იყვნენ მცას რქელ გონებითა და ხორცმოყვარე და ყოვლით ურთვნებულ. მეოთხედ არამცა ესრეთ საწადელ და სასურველიყო საუკუნო იგი მომავალი. მეხუთედ რომელნი უკვდავებასა იტყვიან ამის სოფლისასა, უმეტესი მცა ძალი მიიღეს თვისისა მის გონებათა ცდომილობისაი და არამცა რწმენა დამბადებელი ღმერთი. მეექვსედ არამცა საცნაურიყო სიკეთე იგი სულისაი და თუ რაოდენი საქმე უპყრიეს ვიდრემდე იყოს გვამსა შინა. მეშვიდეთ მრავალთამცა რომელთა საყვარელნი აღესრულნეს, დაუტევნეს სახლნითვისნი და საფლავებს ამცა დაემკვიდრნეს და მკვდართა მათთაგანცა განუშორებელ იქნეს განცვიბრებულნი გონებითა. უკვე რთვაც გვამთაღა დამჭირვა შეუძლებელ არს, რამე თუ დიან და წარვლენ, ხატთა ვიეთნიმე საყვარელთა თვისთასა გამოსახვენ და ყოვლით ურთშემსჯვალულ მათ ფიცართა და არიან, უკვე თუმცა გვამთაიცა შეეძლო განუხრწნელად ქონებაი, რომელიმცა უწესოებაი არა მოიპოვეს. მე ვგონებ, ვითარმედ მრავალთა ტაძარნიმცა აღუშენეს ესე ვითართა მათ გვამთა და მრავალსამცა აუწნებდეს მათ მიერ სიტყვად ეშმაკნი.
ვინაიდან აცცა მოქმედნი იგი მისნობისანი მრავალსა ესე ვითარსა იკადრებენ გამოთქმად შემდგომად ხრწნილებისა ამის და მიწა და ნაცარქმნისა ხორცთა ისა, რავდენიმცა კერპთ მსახურებანი იქმნეს ამის საქმისაგან და სხვანი მრავალნი ბოროტნი. ამისთვის წინა ისწარგანაგო ღმერთმან ამის ყოვლისა დაყენებაი და ინება სწავლაი ჩვენი განშორებად წარმავალთა და ცუდთა საქმეთაგან და განაწესა დახსნა იგი გვამთაი წინაშე თვალთა ჩვენთა ჯეროვნად და სამართლად. ამისთვის მრავალგზის არ ვინმე ხორცთმოყურე და სიყვარულითა ქალისა შვენიერისაითა შეპყრობილი. ესე ვითარმან მან უკვე თუ არა ინებოს გულისხმის ყოფისა მიერ გონებისა ცნობად საძაგელებაი ცოდვისაი, ემხილოს მას ხილვითა თვალთაითა, იხილნეს რაი მრავალნი თანამუხასაკენითვის ისა მის საყვარელისანი და მის საუშვენიერესნი მომკვდარნი, რომელთა შემდგომად ერთისა ანუ ორისა დღისა აღმოუტევიან სულ მყრალობაი სასტიკი და წუთხისა მდინარე და მატლთა სიმრავლე. ნუ უკვე თვითმებრ მისცა მას საყვარელსაცა შეემთხვის ესე წინაშე თვალთა მისთა, უკვე თუ არა ოდესმე უეჭველად შეემთხვიოს, რაითაც ნას უგულისხმომან მან, თუ ვითარი არ საყვარელი იგი მისთა და ფრიად საწადელი შვენიერებაი, თუ რაიზომ დუხჭირარს, რაიზომ საძაგელ. ხოლო უკვე თუმცა გვამნი არა განიხრწნებოდეს, არამცა საცნაური ქმნა საქმე ესე, არამცა შეიგონეს უგულისხმოთა მათ, არამედ ვითარცა ეშმაკნი მირბიან სამაროვანსა. ეგრეთვე მრავალნი ტრფიალნი სამარეთანცაზე დასხდეს და ეშმაკნიმცა შეიწყნარნეს სულადმცა და ესე ვითარითა მით სიბორგილითამცა მოსწყდეს. ხოლოაც სხვასა ყოველსა თანა ესეცა დიდი სარგებელი არს ესე ვითართაი მათ, რომელ ხატნი იგი არა ჩანან და მოვლენ დავიწყებად ვნებისა მის. კვალად უკვე თუმცა ხრწნილებაი არა იყო, არც ამცა საფლავები აღმოიკვეთებოდა, არამედ იხილემცა ქალაქთა და სოფელთა შინასავსენი მკვდარნი, რაჟამს კაცად-კაცადი სურვილ არნთვისა მას მამასა, ანუ შვილსა, ანუ ძმასა, ანუ საყვარელსა ხედვად. და დიდიმცა უწესოება იქმნა ამის საქმისაგან და ფრიადიმცა დახრწევა იყო ქადაგებისა ამისთვის უკვდავებისა სულთაისა და სხვა იმცა მრავალი უჯეროება შემოვიდა სოფლად, რომელიც თქუმადცა არაჯერ არს. ამისთვის მეხსეულად განიხრწნებიან გვამნი, რაითა კეთილად გულისხმა ხო შვენიერება იგი სულისაი დასცნა, ვითარმედ, უკვე თუ ხორცთა ესრეთ შვენიერ ყოფს ვიდრემდის მათ თანა იყოს, რავდენ უფრო ისიგი თვით ფრიად შვენიერ არს და კეთილ. უკვე თუ ესრეთ უშვერსა ამას გვამსა ეგევითარითა ფეროვნებითა შეამკობს ვიდრეღა შორის მისსა იქცეოდის და ესრეთ მტკიცედ უპრიეს, რავდენ უფრო ისიგი თვით ეგოს სიკეთესაზე და თვისა მადლითა ღმრთისაითა. რამე თუ არა თუ ხორცნი არიან შვენიერ, არამედ განგებულება იგი და ფეროვნებაი, რომელი მიეცემის თანამკვიდრობითა მით სულისაითა, იგი არ შვენიერება ხორცთა. აც უკვე, კაცო, ნუ ხორცნი გიყვარან, არამედ სული შეიყვარე, რომელი ხორცთაცა განაშვენებს, რამე თუ არა ხოლო თუ შემდგომად სიკვდილისა საცნაურ არს, ვითარმედ სულისა თანამკვიდრობითა იყო სიკეთე ხორცთაი, არამედ ამასვე ცხოვრებასა. უკვე თუ გნებავს გულისხმა ხო ვითარ ყოველივე სიკეთე და შვენიერებაი ხორცთაი სულისაგან არს. რამე თუ მხიარულ თუ იქნას სული მეხსეულად ფეროვან ყოფს პირსაცა, უკვე თუ შეწუხნეს უჩინო ყოფს ფეროვნებასა და მჭუნვარებასა შეჰმოს პირსა, უკვე თუ სამარადისოდ იხარებდეს, შვებულ არნ პირიცა და ყოველივე გვამი, უკვე თუ მწუხარე არნ და მგლუარე. ხორცნიცა უშვერ და განლეული ქმნიან, უკვე თუ გულის წყრომითა განფიცხდის, ყისპირი იგი საშინელ და საწყინო, უკვე თუ დამშვიდნის იგი, პირიცა დასწყნარდის, ოდეს სული შურითა შეპყრობილი ქმნის უფერულ და განლეული ქმნის პირი, უკვე თუ სიყვარულითა აღივსის, შვებულ არნ პირიცა და შვენიერ. ამისთვის მრავალნი აგებულებითა ხორცთაითა არა შვენიერ იყვნენ, გარნა სიკეთისათვის სულისა მათისა ყოველთა მიერ იყვნენ საყვარელ და საწადელ ხილვად. სხვანი იყვნენ შვენიერ პირითა და სიხენე შემან სულისა მანყნის იგინი საძულელ ყოველთა მიერ და საწყინო.
გულისხმა ყავ ვითარ სირცხვილეულ რა იქმნის სული რომლისათვისვე საქმისა მეხსეულად განაწითლის პირი და კვალად ურცხვინო თუ არნ სული გლის პარნ პირიცა. საცნაურ არს უკვე ვითარმეთ ყოველივე შვენიერება ხორცთა ისულისა თანამკვიდრობითა არს, რაბამ უკვე არს მისი იგი სიკეთე გულისხმად ყავთ. ხოლო შენ, კაცო, რაისათვის დაგიტევებიეს მთავარი და მონისა და შეკვართულ ხარ? რაისათვის თანაწარ ხდები მოძღვარსა და მოწაფესა და ემეგობრები? უკვე თუ იხილო პირი შვენიერი, სული გულისხმა ყავ მისი ვითარი არს, უკვე თუ იგი შვენიერი ყო სათნოებათა მიერ და ღმრთისმოყვარებისას, სამართალად საყვარელ არს კაცი იგი, უკვე თუ სული უშვერი ყოს უფლებისაგან ნებათა ისა, ხორცთა ფეროვნებასა ნუცაღა მიხედავ. რამე თუ სული ბუნებით ესოდენ შვენიერ არს, რომელ ვერცა თუ შემძლებელ ვართ ენითა მითხრობად. არამედ შვენიერება იგი ბუნებითი აღემატებისცა და დაიხსნებისცა. უკვე თუ შეიყვაროს ღმერთი და მცნებანი მისნი შეიტკბნეს და შჩულსა მისა იწურთიდეს დღე და ღამე და დამბადებელი თვისი მოიგოს თანამკვიდრად და სტნდეს მეუფესა სიკეთე მისი და მოვიდეს თანა მამით და სულით წმიდით ურთ და სავანეყოს მისთანა. ვინმე იტყოდის ესე ვითარისა მის სულისა შვენიერებასა და სიკეთესა? ვერცა გონება იმის წუთების, ვერცა ენა იტყვის. ინებაოდესმე სოლომონ თვისითამით სიბრძნითა ესე ვითარისა სულისა სახეთ თქუმად ქებასა მას შინაქებათასა, გარნასრულებით ვერ უძლო, არამედ რაოდენ უძლურებასა კაცობრივსა ენისასა ძალედვა, ესოდენცა თქვა. რამე თუ ესე ვითართა მათ სულთა ქებაი ღმრთისაგან არს და არა კაცთა მიერ. უკვე თუ კვალად ყოს სულმან თავითვისი სამკვიდრებელად ვნებათა და დააშაოს ფეროვნება იგი ბუნებითი საძაგელებითა მითცოდვათაითა და შეიწყნაროს ეშმაკი თანამკვიდრად თვისად უბადროქმან, ჰოი, ვითარმე მიგითხრა ესე ვითარისა მის სულისა უშვერება იგი და სულმყრალობაი და საძაგელებაი მისი, რომლისათვისცა მადლსა სულისა წმიდისასა განიოტებს თავისათვის ისაგან და შეიწყნარებს უშვერებითა და სულმყრალობითა სავსეთა მათ ეშმაკთა. რაითა იქმნას ყოვლით ურთოხერ. ესე ვითარითა ამით სახითა ბუნებითი იგი შვენიერებაი სულისაი ანუ აღემატების, ანუ განირყუნების. რამე თუ არა ეგრეთ არს ბუნება იმისი ვითარცა ხორცთაი. ხორცთა აგებულებაი ვითარიცა დაებადოს, მასზე დაჰგიეს. არცა შვენიერი თავით თვისით უშვერ იქნების გვამი ანუ თუ პირი, არცა უშვერსა ხელეწიფების თავისათვის ისა განშვენებად. ხოლო სული თვითმფლობელად დაბადებულ არს და ხელეწიფების ვიდრე მდის ხორცთა ამათ შინა იყოს შეცვალებად თავისათვის ისა ვიდრე წაენებოს, მრავალგზის შვენიერ არნ და ინების მიდრეკად ცოდვისა მიმართ და იქნის ფრიად უშვერ. სხვაი უშვერ არნ და საძაგელ შებრალვითა მითცოდვათაითა და მეხსეულად ლმობიერი ქმნის მოიძulis ცოდვათა იგი მწვირე, მოიქცის ღმრთისა, მოიგის სინანული და მადლითა ღმრთისაითა წარემატის ბუნებითსა მას შვენიერებასა შინათვისსა. ხოლო უკვე თუ უმეტესადრე იღოაცის ანგელოსთასაცა მიიწიის საზომსა. ესე ყოველი ხელეწიფების სულსა ვიდრეღა ხორცთა ამათ შინა იყოს, ხოლო განრაივიდეს მათგან, არღარა ხელეწიფების საქმეთა მათ თვითმფლობელობისათა აღსრულებად, არამედ ვითარიცა სახე მოატყუა თავსათვისა სოფელსა ამას შინა, მასცა ზედაჰგიეს. ამისთვის გევედრები, ჰოი ქრისტეს მოყვარენო, გულისხმა ყავთ, ჰოი მორწმუნენო, შეიგონეთ მოედით, განვაშვენოთ კაცად მან სულითვისი ვიდრეღა ჟამი გვაქვს. მოვედით, ავხოცოთ მისგან უშვერება იგი ცოდვათაი. მოედით, შევამკოთ იგი სამკაულითა მით სათნოებათაითა, რაითა სტნდეს ღმერთსა სიკეთე ჩვენი და დაემკვიდროს ჩვენ შორის სული წმიდაი და მკვიდრ მყვნეს საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.